ძალიან მოვეწონეთ. რეკლამაც უნახავს და ჩვენი გადაღება უნდა რა. წამოვედი, უბრალოდ გუშინისაც უდათ ვიყავ, ვეღარ შემოვედი რა. რა? პირველივე დღეს? ხო. მე რო გითხარი ჩემს სალონთან საწყობზე გახსოვს? კამერები არის. ჩვენ იცი რომ ყველა საავადმყოფო გადავამოწმე და არსად დარეგისტრირებული არ ხარ. გიო, არასწორი ინფორმაცია. რაც გინდა ხომია. და აი ეს გული დაწერა. გიო, არ მინდა ეს გული, გამომართვია. მაკა თბილებით ჩაულაგეს იცივე იქნება იქ. უდებ ლეილა, უდებ მეტი რაღა ჩაურდო. ეკა იქნება გააღერა. კარგად ეკა როგორ ხარ? კარგად. ავას ხო დალევ. კი, დავლევ. აჭიკი. მოდი, რა შვები. რა გავიტანჯე რა ჩაუდო არ ვიცი რა. კაი რა რას ფიქრობ ამიტომ? თავარია საცურაო კოსტიუმი, იქ არის აუზი და ხო იცი ბავშვებს ამბობ, წმინდა ვერ ამოვიყავ. გამოდარია. სად არის ბავშვი? ეზოშია. ხო და ჩემი მეგობრის ბავშვებიც იქნებიან და გაერთობენ და ისე ჩემი მეგობრებიც ამოვლენ ხოლმე და ამოყევი შენ ცოტას დაისვენებ რა. ხო, ამოვა. ხო და ეხლა დროზე ჩაალაგე ბავშვები ჩემშობლებს მიუყვანოთ და მე ჩვენ საქმეზე მივდივარ. რა საქმეზე? ლეილა და იმ დღესაც ვნახე ეს ბეჭედი და რა სილამაზეა. ლამაზია ეკა და კარგ დროსაც მაგონებს. დიდი მადლობა. ხო და რა საქმეზე მივდივარ? რა საქმეზე მივდივარ და გუშინ რაღაცები გავარკვია, ჩემ მეგობარს ველაპარაკე და მე მგონი სამსახური გიშოვე. მართლა? ხო, თან 1000 ლარიანი ხელფასი. კაი რა მაგარია. ხო, ძალიან. ისეთი რა იყოს. არა, ძალიან კაია, ჩემი ახლობლები არიან, ახლა რომ მივალ შენთან ნახავ და მოგეწონება. ანდრე რატო არ მითხარი ესე როგორ წამოვიდე? აუ, კარგი რა, როგორ მეთქვა, ადრე მე თანს გუშინ გავიგე. არაფერია, უცებ ჩაიცმევ, გამოეწყობი და წავალთ. ხო, მაგრამ რა ჩავიცი? ხო და ლიზიკომ რო კაბა ჩამოგიტანა, ის კაბა ჩაიცვი. კაი. ეხლა ვიქნებ მზად. აუ, ლეილა დეიდა, მართლა ძალიან ლამაზია ეგ ბეჭედი. Короче, თავარი არ ინერვიულო და არაფერი არ შეკეთოს. არა. ხო და ყველაფერს მოვაგვარებთ რა. ხო, იმედია. გოგო, იმედია კი არა, უეჭველი მოვაგვარებთ. თავარია შენ არ ინერვიულო. არ ვინერვიულებ. Короче, მე გარეთ ვიქნები რა. ხო და თუ რამეა, ეგრევე შემოვალ რა. დღეს პაპუტი თუ არ ვიშოვე, მაგრად დამენწრა. მე კაი ახლა დამანებე რა, ისაც ნერვიულად დამყავს. მაინც ეს ჩვენ მოყვება? პატრული? არა მგონია. ვახ, ჩემი. რა ქნა გავაჩერო? ხო, აბა რა უნდა ქნა?
ისმინე მანქანა ხო შენი მეგობრის არის. ხო, აბა რა. საბუთები ხო გაქვს? ყველაფერი მაქვს. კაი, დავწყნარდეთ ახლა. ხო, კაი, მშვიდად. მშვიდად ვარ. გამარჯობა რიგითი გოდერძიშვილი, საბუთები თუ შეიძლება. ეხლა. ნებეთ. კაცრავად დავარღვია რამე. არა, არაფერი, უბრალოდ უკანა საბურავად დაშვებული და ვალდებული ვარ გაგაფრთხილ. თან საბუთები შეგიმოცნო. ეს? დიახ, ესო. ძალიან დიდი მადლობა. კარგად ვსანდებოდეთ. კარგით, მადლობა. ძალიან ცუდად გავხდი. დავაი დროზე დაძარი რა წავედი რა. არ მივიყვანო დასაბერად? ხო, რა გზაში დავამატოთ რა, მიდი დროზე წადი რა. კაროჩე რა. შემოდით. აკო. კარგა ჩენ? ჩაჯექი მონდი. ამ ხომ მოგიფიქრე. კი, და მაგიტომ მოვიდი. და რა გადაწყვეტე? რა? პიტამაში. კაი, მართლა. აუ რა მაგარია. მართლა ძალიან გამახარე, დიდი მადლობა რა. კაი რა, მადლობა. მარტო ჩემთვის კი არ მომხეს ფილმი, ჩემსაც ძალიან კარგი იქნება. მე მგონი რომ მაგარი ფილმი გამოვა რა. აი ნახავ არინანი. ნახოთ რა. რა საფრთხე შენ? მე პატარა გადაღება მაქვს. გავალ, მოვალ და ერთად გავიდეთ სადმე. არა, იყოს გავალ მე რა. რატო? აუ, გასასვლელი ვარ. ლაშას გამოთქვამბობ, აი. არა, ლაშას, ამ რა ვიდე რა. ლაშა აქ არ არის უკვე. მაგის გამო არ მithქვამს და აბა რამე გეგმები გაქვს? არა, ოსტა რა. კაი, რა მართლა ძალიან პატარა გადაღება მაქვს. ცოტა ხანი გავალ, გადამიღებენ, მოbrუნდები და გავიდეთ ვერა ერთად სადმე. კაი, დაგელოდე. არა, თუ არ გინდა და გეზარება, შეგინდა წახვიდე, არ მეწყინება. არა, დაგელოდე. კაი, მაშინ მე ძალიან გავალ, მოვალ და ერთად გავიდეთ, ხო? კაი. გავიდეთ შენ. აი. კაი რა. ძალიან კაი გოგოა დოდო, აი მოვარ ხო და ნახავ. აი გოდიში რა. გადაუდებელი საქმე მქონდა. არა მიშას, კი რა. ოპოები როგორ არის? უკაცრავად რა. ეს არის მაკარო გეუბნები. მე ძალიან სასიამოვნო ჩემთვისაც. მაკა, მოკლედ ჩვენი სააგენტო ყიდულობს ძველ ბინებს, არემონტებს და მერე უფრო ძვირად ყიდის. რომ? აი ხა მაგალითად გარეუბანში ვიყიდეთ ძველი სახლი, გავარემონტეთ და სამმა ქვაში გავყიდეთ. ძალიან მონდომებულია, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოვა. ოღონდ მინდა რომ ეხა აუხსნა მაკას რა ევალება. მაგას ევალება ჩვეულებრივად ოფის მენეჯერის მოვალეობები გაქვს. არაფერი განსაკუთრებული. უნდა ჩაინიშნო შეხვედრები, გააგზავნო მეილები, საბუთები მოაწესრიგო. მოკლედ ჩვეულებრივად რა, არაფერი ახალი და განსაკუთრებული. ხო? ვეცდები ყველაფერს. დარწმუნებული გამოვა. ხელფასი იქნება 1000 ლარი. ხო, 1000 ლარი. გრაფიკი როგორ? დილის 9-დან 6 საათამდე, შუა დღეზე შესვენება. ძალიან კარგი. კაი, გრაფიკი ვთქვით. კარგი, მაშინ დაწინაურების პერსპექტივა თუ არის? დაწინაურების პერსპექტივაც იქნება. აი ხა წინა ოფის მენეჯერი მაგალითად გახდა ჩვენი აგენტი და ყიდის ბინებს. ასე რომ თუ კარგად იმუშავებ, ესეც შესაძლებელია. ხო, ხელფასიც ასევე თუ მოგვეწონა, გაუზრდით. აუ, ძალიან მიხარია, ძალიან კარგი. მოკლედ შევთანხმდით. კი. ძალიან კარგი. კარგით, მაშინ ყველამ და კარგი, ძალიან დიდი მადლობა დოდო და წავალთ ხა. კარგი, და გოგოები მომეკითხე. აუ, ჯერ მუშაობას რო ვიცი. ძალიან მიხარია და ეხლა უნდა მოვნიშნო. საწოლე. ცოტა დავა.
დეა. სალია ერთი წუთი. მოკლედ იმ დღეს მაგრად ვინერვიულე რა. რაზე ინერვიულე? ტელეფონზე. კაი, გეხოცები, ხო გითხარი, რომ არ უნდა ინერვიულო. მე ამასთან მაგდას მიხედავ. კარგი. ზადაა სტეიკი. კი, გავატანე უკვე. გაატანე? ხო. აბა რაზე მითხრას არ მოუტანია? ამის მე გავატანე და გზაში თუ შეჭამეს არ ვიცი. კაი, გავაკო. კოტე. შენ ხო არ შეჭამ? გავატანე. ილო. ორი პიცა გვინდა, ერთი სოკოთი და ერთი სოკოს გარეშე. კარგი. დეა, მოკლედ აი, ტელეფონი გიყიდე. კაი, ეს რა არის? შენი ტელეფონია. ილო. ძალიან უხერხულად გრძნობდი თავს და ილო, მეც უხერხულად ვარ, ეხა ვერ. გამომართვი რა. გთხოვ. ილო. არაფერი ისეთი, უბრალოდ მე გაგიტეხე და შეცდომა გამოვასწორე. შენ არ იფიქრო, რომ რაღაცის გამოგჩუქნი, უბრალოდ ნებისმიერ ეგრე მოვიქცევ. ძალიან დიდი მადლობა. კაი, რისი მადლობა. მოგყვა. ო, ეხლა შევდგეთ პიცას. პიცა. სოკო მანდარი? ბიჭო, მანდარდეს? არა, კაი, სოკო შემოვიდა. სხვა მაგიდასთან მიუტანია სტეიკი. იმათვაც შეჭამეს. აი, რო არ შეგიკვეთია, რატო ჭამ? სადაა ილო? სოკოზე გავიდა. ილო მაჩუკა ახალი ტელეფონი. ხო? კარგი. ილო რომ მოვა უთხარი სტეიკი თავიდან გააკეთოს, ხო? და შენ შემონახავად არ წახვიდე, კაი? კარგი. რას მირთმევთ? მე ყავა და ბრაუნი, მეტი არაფერი. მე უცდავი. კარგით, მენი უგნებავთ? არა, წაიღოთ, მადლობა. ბაკო, მე მგონი ძალიან საინტერესო ფილმი იქნება. არა. კი. აი, ჰოლივუდური ტიპის კი არ იქნება, უფრო ევროპული ფილმი იქნება რა, ცოტა სტრანი რა. მაგარია მე. ო, მე მაგრად მომწონს, შენს მოგეწონება უეჭველი. ხო, და რაზეო ფილმი? ამბობენ უკვე რამეს? ანუ იცი როგორი თემაა, ფსიქოლოგიური დრამა იქნება რა. აი, ხო გეუბნები, მეც ვერ გავიგე ჯერ წესიერად, მაგრამ ნუ მოსტრანო ფილმი იქნება რა. რეჟისორთან ცნობილია, ხო და? ძალიან მაგარი რეჟისორია, უკვე ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული და ერთ-ერთი აქვს კანის ფესტივალზე გატანილი რა და ამ ფილმს უპირებს, რომ ბევრ სერიოზულ კონკურსზე გაიტანოს რა. ძალიან მაგარია. მადლობთ. მადლობა. ისე მე რა პოჩი მოვეწონა. აუ, რავი, შენ არ იცი მსახიობები რა დღეში იყვნენ როლი რომ მიიღოთ. რა პოჩი? ნუ აი, ჩვენ რო დაგვამტკიცეს, აი სერიოზულად დაიბოღმა ყველა რა, ინტრიგების ხლართვა დაიწყეს და აი ჩორტების ჩაგდება და არ ვერ წარმოიდგენა სიტუაცია იყო რა. რა ინტრიგებს ხლართვა? აუ, რავი, აი ხან ვის დაარეკინეს რეჟისორთან, ხან ვის, ჩაწყობას ჩალიჩობდნენ რა, მოკლედ. რო არაფერი გამოვიდეთ, მე დამიპირისპირდნენ და აი აუტანელი სიტუაცია იყო პროსტო. მე კიდე უარს მომბობდი ხო როლზე? შეიძლება დღეში ყოფილი. მოკლედ, რეჟისორი იძახის, რომ ფილმს აქვს ძალიან დიდი შანსი, რომ გაიქაჩოს რა და თუ გაიქაჩა ფილმი, აი ევროპულ ფილმზე მოცნობდი მთელი ბავშვობა, უგონ მართლა. და ახდები ჩემი ოცნება. ოღონდ თუ გაიქაჩა რა, ავტომატურად ჩვენც გავიქაჩებით ესე იგი რა და წინ სერიოზული შემოთავაზებები გველის მაშინ რა და ძალიან მაგარი იქნება. ძალიან. მაგრამ თუ არ გამოვიდა რა, ხო გული არ დაგწუდეს რა, იმიტომ რომ თავარი არის რომ გამოცდილება შეგრჩება, ხო ხვდები? მაგრამ რავი რეჟისორი თუ კაი ტიპია რატო არ უნდა გამოვიდეს? ხო, ნუ ხო ხვდები, მე ყველაფერზე ვფიქრობ, ყველაფერს უშვებ რა, მაგრამ წესით ხო მართალი ხარ. მადლობთ. წესით ძალიან მაგარი უნდა გამოვიდეს რა. კაია ისე რა უარი რო არ თქვი რა. თან. მოგეუბნებოდი. მოგეწევათ, კიდევ რამას ხმარინე ვერთ. ჯერჯერობით არაფერს. კარგად. ან კიდე ორი ჭიქა წითელი გონია. ეხლა მოგე. მადლობა.
რამდენს როს რომ ხსაჭესთან ხარ? კაი რა ვინ უნდა გაგვაჩეროს თან ნასვამით ძალიან კარგად ვატარებ მაგრამ მართლა აუ ისე რა მაგარია მუშაობა რომ დაიწყე ახლა მთავარია მოინდომო და ყველაფერი გამოგიო უნდა აუცილებლად თან ეს დოდოც იცი რა კაი გოგოა ძალიან აფასებს მაგას მონდომება მთავარია დაინახოს და მოგეხმარება ძალიან ეხლა სხვა გზა არც მაგის ამჭერდება სამსახურში კაი რა ეხლა შენ უნდა გადაერთო სამსახურზე და არაფერზე აღარ უნდა ინერვირო всё ეს დოდო საიდან იცნობ ერთად ვსწავლობდით ჩემზე ცოტა უფროსია ისეთია ცოტა უცნაური გოგოა რა დიდად კომუნიკაბელური არ იყო მადლობთ ეს ამბობდი დოდოზე ხოდა სულ თავისთვის იყო საღამოობით გასართობად არ დადიოდა სულ მეცადინეობდა მე ხა დოდოსთან ესე ახლოს არასდროს არ ყოფილვარ მაგრამ ჩემი გოგოები მეგობრობდნენ და რა ვიცი სულ აქებდნენ ხოდა აი ნახე რა ყველაფერი კარგად იქნება ხოდა ხა დავლიოთ სადღიგზე დავლიოთ მოდი გაუმარჯოს შენ ახალ სამსახურს და ნეტას ყველაფერი ესე კარგად იყოს შენ ცხოვრებაში რა არის? ის ტიპია. ვინ? ის. რა შვედი? ნახე. რა შვედი? არაფერი მე არ ვასწავლე. კამერები რა არია კამერები სტატიო. ვა, ია. როგორ ახალ? კარგად რა ინშე როგორ ხარ? რა, ვარ რა. ხوار გაცდე? არა, ფერმებს თამაშობდი, ისეც არა. იცი რაღაც მინდა რომ გთხოვო. გისმენ? აი მე რო ყუთი მაჩუქე. ხო მოგეწონა. კი, ძალიან მომეწონა და მინდა რომ კიდე ერთი ეგეთი გააკეთო, თუ არ შეგაწუხებ. რა პრობლემა? ბევრს გადიგეთ. არა, ბევრი არ მინდა. ერთი მინდა, ჩემ დაქალს აქვს დაბადების დღე და მინდა რომ ვაჩუქო. იმ დღეს ნახა და გაგიჟდა ისე მოეწონა. კი ბატონო, რა პრობლემა გავაკეთებ? ოღონდ 1-2 დღე დაჭირდება. ვიცი რა არის? ნეტა ადრე მეთქვა რა. ხვალ აქვს ამ გოგოს დაბადების დღე და ხვალამდე ვერ მოასწრებ. მოვასწრებ. აი ეხლავე დავიწყებ და ხვალ დილით სალონში მოგიტან მე თვითონ. რა ვიცი, კაი იყოს ახლა ჩემ გამო თუ უნდა შეწუხდე, არ მინდა მაშინ. არა, ია, რა სისულელი. აი ეხლავე დავიწყებ თელი ღამე ვიმუშავე და ხვალ ჩემი ხელით მოგიტან სალონში. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. იცი რა, მე დღეს გვიანობამდე ვრჩები სამსახურში და შემიძლია ღამე მოვიდე და გამოგართვა. ღამე მოხვალ? ხო, ღამე მოვალ და წავიღებ. მაშინ აი ეხლავე ვიწყებ კეთებას. აი ნახე. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ია, გაშრობას უნდა ცოტა დრო. ხო, კაი. კაი, წავედი ახლა მე. კარგი. ისა, ია, რაიმე ხო არ დავაწერო, ყოც, აი ლექს დავაწერ. არა, არ გინდა. ან რა ვიცი, თუ გინდა სახელი დააწერე. თაკო. თაკო. კაი, როინ, ძალიან კარგი ბიჭი ხარ, ძალიან დიდი მადლობა. კარგად. ისვენა? კი. ბევრი ხალხია ხო დღეს? კი. საქმეც ბევრია. ძალიან კაი. როცა საქმე არა, ფულიც არა. ხო. მართალია. უი, დამავიწყდა შენთვის მე თქვა, იქითა კვირაში საგადასახადო შემოდის და რამოდენიმე დღე ვერ ვიმუშავებთ, რომ იცოდე. უი. და ზუსტად როდის შემოდიან, არ იცი? არა, საიდან მივიცოდი. და ილომ ტელეფონი რატო გაჩუქა? ეკრანი გამიტეხა და ახალი მიყიდა. მეტი არაფერს თქმა არ გინდა?
არა, სხვა რისი თქმა უნდა მინდოდეს, მანჩა. რა ვიცი, იქნებ სხვა მიზეზიც აქვს ამ საჩუქარს. მანჩა, სხვა არანაირი მიზეზი არ არსებობს. დამიჯერე რა. კარგი. ჩემგან სხვა არანაირი მიზეზი არ არის. უბრალოდ ეხლა ილოს მაგივრად მე კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემ, მაგრამ ნამდვილად სხვა მიზეზი არ არსებობს. ასე გიგვი. უბრალოდ ცოტა ვიეჭვიანი. მანჩა. ხო იცი რამე შეყვარებული მყავს და სერიოზული ურთიერთობა მაქვს გიოსთან. ხო ვიცი, უბრალოდ ტელეფონი რო გაჩუქა, მაგიტო მესმის. ძალიან ჩვეულებრივი მომენტია. ტელეფონი გამიტეხა და მიყიდა. არა, მანჩა მე რა შენთვის ტელეფონი გამეტეხა. გიყიდიდი და რო არ ამეღო ძალიან უხერხული იყო. მესმის. ხო იცი, ისე უბრალოდ არ მომიყვანია სამსახურში, მინდა რომ ახლოს ვყავდეს. მე მგონი გავგიშდი. არა, არ გაგიშდი, ძალიან საფარული ხარ. ანუ იმას კი არ გეუბნები, არ ეურთიერთო მეთქი. ხო ხვდები რასაც ვამბობ. ხვდები მანჩა. არაფერი არ ხდება. დამშვიდდი. დაკითხვა მოგიწყე, ხო? არა უშავს. კაი, თუ სხვა საქმე არ გაგწავალ, ხო? კაი, მიდი და მეც შემოვა. კაი. არა მიშას ვიკარარი. არა, კლიენტები ეყოლა და წახეთ წავიდა. რაიმე ელენე შენთვის მაქვს საჩუქარი. მართლა? გუშინ ჩემმა დაქამა მომცა 2 ბილეთი იმ კონცერტზე, შენ და ზაზის რო მინდა და წასვლა. ხო და ვიფიქრე მე ხა მაინც არ მინდა წასვლა და თქვენ გავჩერდით. აუ, როგორ გამიყარდა? ვიცი რომ გაგიხარდა. ძალიან გამიხარდა, ძალიან. ეხლა დაურეკავ ზაზას, მოიცა? მიდი. რა იყო? ვერ წავალ. რატო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი კლიენტები ყავს და ვერ მოვასწრებ. გადაუტანე. ვერაფერს ვერ გადაუტან. აკაი არა უშავს. შენ მაინც ძალიან დიდი მადლობა. მოიცა ელენე, რას ამბობ? აუცილებლად უნდა წახვიდე. ხომ რა უყო კლიენტებს? და მე მივიღებ. არა ია, ეხ ბილეთები ჩვენ მომეც, ეხა ჩემი კლიენტებიც შენ მიიღო. მართლა დავრჩები არა უშავს, რა მოხდა? რებს მეუბნები ელენე, ერთხელ შენ შემცვალე, მე შეცვლი რა მოხდა? არ გეზარება? რა ვიცი, ცოტა კი მეზარება. კაი, ვიხუმრე ელენე, რა უნდა მეზარებოდეს? მართლა? აუ, ძალიან გამახარე, ძალიან. მოიცა ხა ზაზას დაურეკო. ალო, ზაზა, იამ საჩუქარი გაგვიკეთა. რა და ჩვენ რო გვინდა და კონცერტზე წასვლა ხო გახსოვს? ბილეთები რო ვერ ვიშოვეთ. ხო და იმისი 2 ბილეთი გვაჩუქა, ხო? მადლობაო. არაფრისო, ისი ამოვნეთო. ხო, გამოვალ ახლა მე. არა, იყოს მე თვითონ გამოვალ. კარგი. გავალ ახლა. მოიცა ისა კლიენტების სიამანახე რა, მაინც რო ვიცოდე ვინ ყავს ჩაწერილი. ისე გამეხარდა დავიბენი, წამოდი. მოიცროცა? აი ესენია. აჰა, კარგი. ძალიან დიდი მადლობა. არაფრის, კაი, ამდენი მადლობა აღარ გინდა. გავიქეცი მაშინ. კაი, მიდი. როგორ გამეხარდა? ისი ამოვნეთ. კაი, კარგად. კარგად. ქალბატონო ნატა, გამარჯობა, სალონიდან გირეკავთ. სამწუხაროდ დღეს უნდა გადავდოთ თქვენი ვიზიტი. დიახ, რაღაც ტექნიკური პრობლემები გვაქვს და შეგვიძლია ხვალისთვის გადავიტანოთ. დიახ, კარგით, დიდ ბოდიშს გიხდით, კარგით, ნახვამდის. ნანუკა, გამარჯობა, სალონიდან გირეკავთ. დღეს ჩაწერილი იყავით. დიახ, მაგრამ სამწუხაროდ უნდა გადავდოთ ვიზიტი. რაღაც პრობლემები გვაქვს, დიახ, ვერ მიგიღებთ. კარგი, დიდ ბოდიშს გიხდით. ნახვამდის. მაინც ვერ გავიგე რა მოხდა. რა უნდა მომხდარიყო დიახ. მომატყუა. საკუთარ მამამ მომატყუა.
როგორ გაიგე რა მოგატყვა? მოგეხოცები არ მინდა რა მაგ თემაზე ლაპარაკი რა. არ გინდა მოგინდა. უბრალოდ ხარ ის თემა რომ ვითომ ოპერაცია გაიგეთა. ის რომ ვითომ ფულს აგროვებდა, ვაფშე ყველაფერი მოგონილი ყოფილა. ხო და როგორ გაიგე მე ამბავი მაინტერესებს. როგორ გავიგე და რამოზე მომწე ფული. ამ სამსახურის ფული არა იყო. ანუ ქეშად მიუტანე ეს ფული რა. ქეშად? ხო. მერე? ანუ საკუთარი თვალით ნახავ რომ გატყუებსო ტიპი რა. და მამუკამ რა გითხრა ფული რომ მიუტანე? მამუკას რა უნდა ეთქვა, კაი რა. მიუტანე ეს ფული, მოუყევი ყველაფერი. ფული აიღო და წავიდა. მართლა ძალიან ცუდი ასე რომ გექცევა საკუთარი მამა. ხო, მაგრამ დიახ, მე მაგისგან არც განკვირვები ეგეც საქციელი. მე მაგას 20 წელი არ ვიცნობ. უბრალოდ სხვა პონჩი ვარ დაგრუზული. სხვა პონჩი რატო? რუსუდან ის რამაზის მიტყვა. აუ ხო. მეუბნებოდნენ რომ გატყუებს, მაგრამ მე არ უჭერე. გეზიზღებათ და იმიტომ ამბობ თქვენს. ხო, მაგრამ შენ არ იცნობდი მამა შენს გიო? მე არ ვიცნობდი, მაგრამ ისინი იცნობდნენ და იცოდნენ ისი გამკეთებელიც ვარ. ყველა ნორმალური ადამიანი მოიქცევდა შენსავით. არა. შვილებს მამები არ ატყუებენ, მკვდები და ფული მჭირდება. მე კიდე დედა ჩემს ვატანაშაულებდი. აუ დედა შენ ძალიან მეცოდება. რა უნდა ქნახო? არაფერი მოვალაზე რა და დავალაპარაკე. ხო რა ძალიან ნერვიულობს დაელაპარაკე, ხო? აი დავალაპარაკე. ოღონდ დრო მჭირდება ცოტა. ოკეი, ძალიან მეცინება. დამრათავდეთ. მინდრადია შენ დაწეკი და მე ცოტა ხანში მოვა. დიდი ხანია მოხვედი რამე. არა ცოტა ხნის წინ. შენ რატო არ გძინავს? ვერ ვიძინებ. გიოს არ დაურეკია? არა. ვერ ვიულობ ძალიან რამეს. არც რეკავს, არც მომთოს. კარგი აცალე რა ცოტა ხანი. მე სანამ ეგ მოვა და გამოჩნდება, მე ჩემი დამემართება და გავგიჟდები რა. აცალე რა ცოტა აწონდა-აწონოს, ხო იცი რთული დღეები ქონდა. როგორი მძიმეა მამა რა ესე გატყუებს. გორმე სიზღე. როგორ შეიძლება საკუთარ შვილს ესე მოექცე? რა გაგიკვირდა თუ რა? არა, მაგისგან არაფერი არ მიკვირს, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი, რომ იგიოსთან ჩამოვიდოდა და ესე მოატყუებდა და ფულს გამოვარდება. კარგია. თავარია გიორგი დარწმუნდა რაც არის მამამისი. დარწმუნდა. და რა ძვირად დაგვიჯდა ეგ დარწმუნება? ამ ფული, გინდა ნერვები? ეგ ფული არ არის პრობლემა, ვერაფერს დამაკლებს. უბრალოდ არ მინდოდა რომ ფილმის ფული აიღო. იმიტომ ეს გიორგი საქმეს დაწევდა უკან და მე ვერც ამოქაჩავდა. მე არ უშავს. არა და რა კარგად მისდიოდა საქმე. წაუვა კიდეც. ცოტა ხანი აცალე რა. მოთან ახლა იმან ფული აიღო და აღარც დაბრუნდება ალბათ. ხო, მაგრამ რო დაბრუნდეს და ისევ გამოართვას და ტვინი აურიოს და უფრო მეტი მოთხოვოს გიოს ფული. აღარ ჩამა. რატო ხარ ესე დარწმუნებული? არ იცი როგორიცაა? მაგას არაფრის არ ცხვენია. და გიორგი როგორი გოუტყოლოა? ნერვიულობ, რომ კიდე მოტყუდება. აღარ ჩამა. ჩამოვიდეს მე სხვანაირად დაველაპარაკებით. ხა უბრალოდ არ გამოდიოდა, იმიტომ გიორგი ჩვენ გაკონტროლებდა. თავარია თვითონ დარწმუნდა ყველაფერში. გეუბნები არ ჩამოვამეთქე. რო ჩამოვიდეს, მართლა სხვანაირად დაველაპარაკები.
მე არავის მივცემ იმის უფლებას, რაც მე და შენ შევქმნით და გავაკეთეთ, ვინმე გააფუჭოს. ან რამე დაუშავს. კარგი. წავალქებ დამეძინოს. არ გინდა ლუდი დალია, უკეთესად აგეძინა. არა, დაბიძინებ. კარგი. ნერვიულობით ვერაფერ შეცვლა. ო, ვიცი. შენ არ დაწვევი. იმეც ამოვალ ცოტა ხანში. ნახე, გონი ეს უფრო კარგი გამომივიდა. ცოტა გაშრობა უნდა და აი მე ხوار მოკალი. დროზე გასკოჩე რა მოკალი. ვაი მე არა მე მგონი. ვაში ნახე გასახები ჩიბიში აქ. ეხოწები ნახე რა ხوار მოკვდა.